ზდარავა არ უნდა მითხრა ეგეთ რაღაცას აპირებს დამწყები მოლაპარაკე. გაიცანით ხალბატონი ნინა შავერდაშვილი, რომელიც არის ცნობილი თავისი ცისფერი რუბიკონით. ჩემმა წითელმა თმამ რა დაგიშავა. და რომელიც არის თავისი ცეცხლოვანი თმით ცნობილი და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი ახალი წამოწყება. და ჩვენ ერთად ვაპირებთ, რომ გავუძღვეთ off-road თავგადასავლებს და უფრო უკეთ გაგაცნოთ off-road-ელების ცხოვრება. ეს არის off-road club 24/7-ზე და აი მე და ნანკას გვაქვს კონკრეტული მიზანი, რომ უნდა დავარღვიოთ ყველანაირი სტერეოტიპი, რაც ქალებს უკავშირდება off-road-ში და უგზაობაში. აბა, დავარღვევთ. ჩვენ გუშინ წიხო დავარღვეულია, ბიჭებს უკვე ეშინიათ ჩვენი. ნინა, რას ვაპირებთ მოყევი რა და დღეს ვაპირებთ, რომ დავლაშქროთ თუშეთი. მოვინახულოთ საქართველოს ეს უნიკალური მხარე და ეხა ეს გოგო უნდა გაგაცნოთ. ჩვენ ხო მე და ნანკა ვხედავთ უფრო საჭესთან, მაგრამ off-road-ში და ზოგადად ნებისმიერ გზაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ვინ არის მანქანაში? შტურმანი. და ქეთო არის ყველაზე გამოცდილი შტურმანი, არც ერთი გასვლა არ აქვს გამოტავებული. ქეთო, რატო უნდა ნახოს ხალხმა ჩვენი ვიდეო? ეს ამდენი გიჟი რო ავიკრიფეთ და წავედით. 15 წუთი გადაიქცეს დავიწყარ თავგადასავლად. ეგრეა, სწორია. ეხლა ვართ სადღაც 40 რამდენი კაცი ვართ? 40 40 კაცი. 14 მაგ ბევრი ვართ სიმპლემენტი რა, გამიგე? შემეშარა გატყობ 55. არა, გატყობს 42, მე ვიცი ხა. 42. ვიცი 42 მივარ. ჩვენ შევეცდებით რომ დაგანახოთ რეალური თუშეთის გზა როგორია რა და რა დაბრკოლებებს შეიძლება შევხვდეთ. ვარ ძალიან დიდი კოლონა, შესაბამისად შეიძლება შეგვიშალოს ამან ხელი მოძრაობაში და შეიძლება თან შემხვედრმა შეგვაფერხოს. და ამიტომ შეიძლება დავნაწილდეთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს თუ რამე შეფერხება გვექნება, რამე საინტერესო, ნახავთ ჩვენთან ერთად. არანაირი შელამაზებით. ყველაფერი რეალური და ნამდვილი, გამიგე? ბატონი დავით ვერულავა, რომელიც არის off-road კლუბის 24/7-ზეს სრულფასოვანი წევრი კი არა და დამფუძნებელი, თან არის ჩვენი შეფი, რომელიც სამჯერად კვებას გვიკეთებს. იმის ჩაშუშული, ამის ჩამოშუშული, იმის შეყოფა, გამოყოფა, კაი, აღარ ვეთქვა. ხალხმა უნდა იცოდეს, ბატონი დავით ვერულავა სამზარეულოში ვერ იტანს ბუზებს და ქალებს დაიმახსოვრეთ. იარეთ ჩვენთან და რატომ? რაც მე დავიწყე შეფობა და ნინამ დაიწყო გასინჯვა, აი ნახეთ რა მაგარ ფორმაშია. მაქსიმალურად შევეცადე, რომ უმეტესობის გემოვნება გამეთვალისწინებინა და რაც მთავარია, 3 დღით ვარ წამოსულები და 3-ვე დღე არ ყოფილიყო კვების დარგში ერთფეროვანი. 3 დღის ხახვი გავფრთხენი ხალხო გუშინ თვალებმა ჩასიებული. აი მამა ჩემი. ბაკუნა გვარიშვილი. მამა, აბა მზად ხარ თუშეთის გზისთვის? არა. დილის 5-დან გარეთ ვართ. შვილის სიყვარულით და არა, კაია, თუშეთი მიყვარს მეც, მაგრამ მანქანით არა ვარ ნაყოფი. ჰაერით. გადაფრენილი ამხალოთ. არა და ხალხო ეს რო იყო off-road-ელი, მაგით სისხლში მაგიტომ აქ ეს ყველაფერი რა. სიგარეტი არ შეიძლება. როგორ არ შეიძლება YouTube-ია? ჩემი მარჯვენა ხელი არ გვეტყობა ორივეს კაი ჭამასმა რო გვიყვარს და ვართ ასე ბატონ დავით, მოგზავნით თუ შეიძლება. რასთან და მე და შენ ახლა რაზე უნდა გველაპარაკონ ჭამაზე ხო? ჭამა. ესე იგი მე და ბატონი დავით, უბრალოდ ბატონი დავით და მე ვაპირებ გემრიელობების შემოთავაზებას. ქვაფში ხო ჩავახედებთ ხალხს? ხო, ხელს არ ჩავაყოფიებ და ჩახედებით ხო. ჩავახედოთ პეროს ადიშავ. მამა მომიტანა. ჩაულებრივი ფახუტასია და. Powerpuff Girls. აბა მზად ხართ? თავგადასავლები იწყება. მოვდივართ თუშეთი!
მაღლა რო ავალთ და როცა მიხვდები რომ მე შეიძლება ცოტა ვინერვიულად შეგვიძლია დავიწყოთ ჭორაობა ამ ყველა ადამიანის თანდასწრებით და ქეთოს ჩაერთოს. ორი შემხედრი უკვე შეგვხვდა. ყველაზე მეტად მაგისი მეშინოდა და მეშინია. მაგრამ ჯერ არ ვარ სიმაღლეზე, მამა ამბობს რომ ეს ზღაპრის დასაწყისია. გზა არის ძალიან გაფუჭებული, მაგრამ ჯერჯერობით ცოტა ფართოა. ერთადერთი რისიც მე მეშინია, მაგრამ შიშს არ ვეძახი, ეს არის უსიამოვნო შეგრძნება, ოღონდ ნამეტანი. არის სიმაღლე. ხო და მაგასთან ბრძოლის წუთები მეწყება, კი არა საათები. 70 კილომეტრია, მაგრამ 4 საათიანი გზა არის, იმიტომ რომ ტემპი გაქვს, ნუ აი უნელესი რა. ესეც ლამაზ გზაზე ვართ ნამყოფები? მით უმეტეს ერთად არ ვართ ნამყოფები. მოდი რაღაცას განახებ. მოდი, აი ცოტა ქვევით მოდი, ნახე, ხოყრე. ნახეთ როგორი გზა არის. საშინლად მტრიანი. მაგრამ მანქანები გავაწიკწიკეთ ყველამ. გამოვრეცხეთ, რეები უქენით და ორ წამში აი ბეჟოს მანქანას გავხედოთ, როგორ ჩანს პირდაპირ გზის ხარისხი. ძალიან მაგარია რომ ეს ჩვენი ქვეყანაა რა. ჩაო, ეხლა დრონით უნდა შეგახედოთ. ნისლს ხედავთ. ძალიან ნისლია. მაიმე დედა. ნაშვები. ყინვა და ძალიან ნისლია. აი ხო გეუბნებოდი, შენ ჩაიცმევ პოდკასტ თქო. მაინც არ ჩაიცმევ? მე ჩაიცა ეხლა. კი, ვიყინები. და თუ არ იყინები? ძალიან კანკალებს. არა. აქ ეგრე იცის ხოლმე, უცებ გადავა რა ძა. შეიძლება ერთად 15 წუთში გზე გაიჩინო. სანამ ნანკა გასულია საფი პარაშოში. ვაფშე არაფერია ჩანს. ყველაზე მაღალი ადგილი უნდა იყოს ახლა ეს. იყოს რა არის ყველაზე მაღალი ადგილი. უბრალოდ ახლა არაფერია ჩანს და ნახოთ უკანა გზაზე შეიძლება არ იყოს ნისლი და გამოჩნდეს. აუშვა რა, აბა საწავიდებს. ეს არის თბილი? თბილი არა, გრილი რაც მაქვს წამოღებული. ყველაზე ესენია თქო. კამ გეიმ. მივდივართ ახლა იმ ცნობილ გოგონასთან. აბა ნახოთ რა ხდება იქ. ის გოგო სად არის ნეტა? ეგუჩაშია თუ წამოხლათ წავიდეთ. დავინახე იმ გოგოს მაგარი რიგები აქვს. აბა გოგო სად არის ვიპოვოთ გოგო? აი რაღაცაები აქვს. აუ ნელი და მთელი ამბები და ბარივაიტები და გულაობები. ჯმაო. ვაუ. აკონ ჩახმენ. ჩიკი. არ არის ეგ შეინტანელობა და სადაც ჩამოწირავლა. შეიძლება აი აქ დავაკეთო. დავაი.
აბა ძალიან მაგარი მომენტია ძალიან საყვარელი ძალიან დევით უთქეთი ბოდიში აი ჩაი ხედა ბოდიში აგერა კომდარი აი მიდი არ არის ცხელი ძალიან დამიჯერე ვერ რისკა მიდი ცოტა არ ძალიან ცხელია კაი ცოცხო არ გიზა მიდი ოდნავ ცოტა ფიტნეს მენტალი ვიდგემო აქ ხო სულ ეგეთია მიდი ძალიან გემრიელია მაგრამ შაქ თაფლით იქნება და ეს იმენა მისწრება არ უნდა გეუბნები აი შემოხტობოდა დავით შუაში ჩაიყენე. არა, მე არ ჩაივედი. დავით, მე შეხები გავაკეთე. დავით შუაში ჩაიყენე. დავით, ქეთამადი. ბეჟა მიდი უკან ბექში. მე ტანეჯი ვატავ. მაისა, მამას მენდე. დათო არ ჩამხარ. აი, ამერია. ხაბა. ოკეი. ბიჭებო, ავადი. ცოტა დაბლა რო ჩამოხვალ აქ გიორდ გაჩერებულები საწვავი უნდა ჩაგისხათ. გავიწუწე. ბენზინს ვაცნობთ. საწვავს. ვაკონტროლებ. გადავუარეთ, მოინათლა ჩემი ტელეფონი, მაგრამ ეგ კაია რა. უბრალოდ ამას მოსვლა და რამე შეიძლება რაღაცა გადაგოჩინო. ამიტომ ჩვენი ჭირი წახვიდა. ამის დედაც. ერთი ლოკაცია
ლოკაციაში არჩიეთ რა და სადმე გაჩერდით და ეგ ლოკაცია ჩააგდეთ ჩაჩი რა, იმიტომ რომ მე სასტუმროსკენ ბრუნდები რაღაც გამოცვლა უნდა და მე თან ნინას ნაცნობები უნდა წამოვიყვანო რა და ჩემი გამოცვლა მეჟოც იქ არის სასტუმროშია და ისე ვთქვათ რომ გადავიკვეთოთ ერთად იმასთან. აი ბაში ეხლა სადაც ვიდეო ახლოს არის. აი ციფრისთან ვიდეო და მაგის ლოკაცია შევაგდებ და მას შევიდივოთ ყველა. კი ბატონო. აი ის გამარჯობა. დღეს არის უკვე მეორე დღე გუშინ, უბრალოდ ისე მოხდა, რომ გაცენებული გქონდა და ვიყავით უბერდუურ დღეში და გადაღების თავით არაფერს არ გქონდა, მაგრამ ვიქეიფეთ, მალე ვჭამეთ და ყველა 10-ზე დავიძინეთ. სანდრომ პატომ არ ვიცი რა. დღეს არის დაგეგმილი, რომ აქეთ იქით მოვიაროთ, დავათვალიეროთ რაღაც უფრო ექსპედიცია გამოვა, ვიდრე ოფროუდი, აქ ოფროუდი სიგიჟეა, წარმოგიდგენთ, მანქანა რო გაგვიფუჭდეს მე რა ვინოს რა ჯანდება გავაკეთე. ესე იგი, აქ ამბობენ რომ ერთ-ერთი ყველაზე კარგი სასტუმროში ვართ მართლა. ისა რა ქვია, როგორ არის ჰოუსტი? ხო, მასპინძელი არის სასწაული ქალბატონი. წარმოიდგინე, მუშაობა აქ თავის სასტუმროში აქ 2 თვის მანძილზე, მე იკეტება გზა და მორჩა. ადგილობრივი მოსახლეები არიან რამოდენიმე, ომალოში ვართ და თავისივე პროდუქტით იკვებებიან, ანუ თავისი ძროხა რასაც აძლევს ყველაფერს იღებენ, კარტოფილი აქვთ თურმე ძალიან გემრიელი და კიდე რაღაცა ცოტა ბოსტნეულ მოკლედ ეგრე გააქვთ, თავი პურიც აქვთ, გუდის ყველიც აქვთ. ამ ქალმა მითხრა რომ ერთხელ მოკლედ მომიწიაო ზამთარ შეკერდა შემოდგომისკენ ზამთარ, მოკლედ ყინავსო. არის უკუნითი სიბნელე, იმიტომ რომ გარე განათებებიც არ არის და ყველა არის მზის პანელებზე აბსოლუტურად. შტეფსელი არის რამოდენიმე, ანუ მორიგეობით ვტენით ტელეფონებს. ოთახებში არ გვაქვს. და შენ გქონდა ოთახში? მაგრამ მე ოთახში შტეფსელთან გქონდა ბუზი ხლიკი ხოჭო პეპელა. ხო, ჩვენ ხო, აი ძალიან ისა რა პირობები მოკლედ არ არის ისეთი რა, აი რაღაცნაირად წაიგულაო რა, კარგად კაი პირობები გქონდეს. სხვა რაღაცისთვის ჩამოდიხარ აქ. გზა არის სასწაული, მანქანით რომ მოდიხარ, დაუვიწყარი გზა არის მართლა. ანუ ამბობ რომ მანქანით ჯობია. მანქანით ჯობია. კაი და გზის სირთულე მაინტერესებს, ახლა გულახდილად თქვი რა. ძალიან რთული გზაა? ცია ობიექტურად კადრებიდან უფრო რთული გეჩვენება რომ მოდიხარ თუ არ გაუთამამდი თუ დაიცავი წესები და არ ჩქარა არის აღამე ან ნასვამი წესით შვიდობით და ჩაბოხვით. ხო, გზა მართლა გეუბნებით მეგობრებო, ბევრად უფრო საშიშად ჩანს ფოტოებში ვიდრე არის. მე ვიყავი იცითრეების ვისბზად რომ რაღაც მამაჩემმა უნდა მომასულიეროს და პერიოდულად გადმოვსვა, იმიტომ რომ სიმაღლეს დავინახავ, საერთოდ საადო ვართ და კიდეზე ვიქნები გადმოკიდებული და ეს თურმე ესე არ არის განიერი გზა, ანუ შეუძლებელი რომ შემხედრი მანქანა გაატარო არ არის. არ არის შეუძლებელი. ძალიან მარტივიც არ არის. იმიტომ რომ კონცენტრირება საჭიროა კი. ესე იგი, დღეს გვაქვს გეგმაში დართლო, ყვავლო, ფარსმა, ჭეშო და გირევი. გირევი ამოვიღეთ როგორც გავიგე. ამოვიღია, იმიტომ რომ ბოლოს ოქრიდან გირევამდე უკვე აღარაფერი აღარ არის. წეგან ბეჟო იძახდა რომ 2 საათნახევრის გზა არისო და 2 საათნახევარი თვლიანი არის, თორე ბოლოს ოქროში რომ მივალთ იქიდან 15 წუთში იქ. რა აზრი? რაღაციდან რა. იქია უნდა დაუბრუნდეთ მე უკან და მე სხვაგანაზავე. აგერ ბაზრობდნენ დაბლა ძმაუჩა. აუ ეს გზაზეაო და რა. ეგრე ახლა დასვი. ბარა. ილაპარაკეთ. შო მორჩი. ჩვენ ერთმანეთს საუბრობთ. მოკლედ გამოყვევით მაშა მეორე ნახევარს ისე ვეძებს. და ამჯერად სწორ ნომერს მივუთითებთ. სხვათა შორის წინა ვიდეოდან გლაშას იმედია ჩემი ერთი ახლობელი არ მომკლავს და არ ჩამქოლავს ორშაბათს, არ როცა დაიდება. ერთი სერიოზული კანდიდატი ყავს. გოგვა ერთი გამოჩნდა უკვე.
ერთი მარტო ჩემგან გამოჩნდა და მე წარმოდგენა არ მინდა სხვებისგან რამდენი გამოჩნდა. და შენთან რამდენი გამოჩნდა აღიარა? არ ჩერდება ტელეფონი ხო? ბავშვი, ჯეოსელს რო ვკითხოთ იმ ნომერზე რამდენმა დარეკა არ გინდათ? ჯეოსელს რო ვკითხოთ იმ ნომერზე რამდენმა დარეკა. თქვენ სპეციალურად ჩაიცვით ხო ესეთი მკვეთრი ფერი რომ მარტივად ესე იგი გაგვაგებინეთ ყველამ. დღეს რა მარშრუტი გვაქვს, რას ვაკეთებთ? თავარი მეტრეკი არის დათო შავერდაშვილი. და ბატონი დათო! გადავდივართ დათოსთან. ეგ ვიცი, ნინამ კი გვითხრა, მაგრამ რამდენ ხანში გავდივართ? გავდივართ. გამიჩალი შეიძლება. დართლოში მივდივართ. და მე საბოლოო ჯამში ავალთ ბოჭორნაში. წარწერები დავაფიქსირე. გაიცინე გაიცინე კარგად? კალბატონო ნანკა. გუშინ თქვენ ყავდათ არალეგიტიმური მზარეული. ვინაიდან იყო დასრული უნიფორმა არ ჩაიცვა. დღეს გეყოლებათ სრულფასოვანი ეკიპირებული მზარეული. იწყება მეორე დღე და შევეცდებით რომ თუშეთი დაგანახოთ კიდე სხვა მხრიდან რა, იმიტომ რომ მე ბევრის ვიდეო მაქვს ნანახი და ვიცი რა მაკლია და რა კუთხითაც მინდა რომ დაგანახოთ რა. მართლა ამ თებში არის თავისუფლება და მართლა ნისლი არის ფიქრები მთების. ეს მართლა ეგრეა. აქამდე ბოლომდე ვერ ვწუდებოდი ამ სიტყვებს და თურმე ეგრეა. მამას აჩუქეს კლუბის მაიკა, იმიტომ რომ ნუ ხა შვილი კლუბის წევრი ყავს და მამაც კლუბის წევრია, ვსა. როგორ ხდება შეაფასეთ? დაბადებული ვარ იმისთვის საქმეა. ალახში საგანგლავთ. გეხა უნდა დავსვა საჭესთან მამაჩემი რომ ოდნავ უფრო ფუნქციური გახდეს, იმიტომ რომ ეხა მე უნდა გავხდე მისი შტურმანი რა. მედი ხო, ნეიტრალი. ტორმოს აუშვით რომ გაგიჭირდება. მოცემული ყვარი. ეს გავს თავის. ეს არის ნინა. როგორ გავწვი? ხელი დილავ, ჭობთ. 40 კაცი, ანუ 1000-ზე კი არა, 3000-ზეც ვერ შევთანხმდით, სად მივდივართ. ეს ახლა რა კარგად არის დასახლებული ამ სოფელში რატო არ დავრჩით? რომელ საუკუნეში ააშენეს? და გეტყვი ახლა აი გასასვლელს ხო ხედავთ აი კა. აი ცხონებული მამაჩემი რო ადგეს ახლა და აი დადგეს და მოდი მამა ამოდი ჩაგეხუტო რომ კლას თუ ავიდე მე ვიყო უკანასკნელი. მაგრამ ენატრება მაგრამ აი ჩამოდი მათქო. მოდი თქო. მამაჩემო მაგრა აუ გვალღო მაგრა სწრაფად მიდის. როგორ შეიძლება იქნება შემოსასვლელია. რატომ უნდა ვიწვო? მე ზოგადად აქ ცნობილი ვარ, როგორც გეოგრაფიის და ორიენტაციის სპეციალისტი. ორიენტაციის განსაკუთრებით. სიბნელეში მარჯვენა მარცხენა ხანდახან ცოტათი მერევა. ფილმის გარდამეთ. აი სუნია. ის ამოდი ჩემი
აქ ვარ თან. გადაღებული. მეყოფა, მე ხარ დაჭი. არ დაჭირდა. ადამიანებო. ნანგა. ეხლა просто ნახე რო კითხულობ. არაფერი არ არის ნახმარი, არც ცემენტი. საერთოდ არც ტალახი. სწორედ დაწყობილი არის უბრალოდ რა. უბრალოდ ადევს ერთმანეთს. ადევს, ლამაზ სწორედ არის დაწყობილი და საუკუნეები შეიძლება იდგეს რა. და რო ვერ წევ, ეგეც სიგიჟეა. ანუ ვერ წევ რა. მაგრამ ამას უკვე ვერ აწევ, ხო? ხო და მაგას ვამბობ. ძალიან მაგრა არის თქო. შენ თვითის კაცი ხარ რა. ანუ სხვანაირად გულისხმობ. ხა ზღვაზე ხო ხარ უმეტესწილად ზაფხულში. მაგრამ თაში უფრო ბედნიერი ხარ. ის კაცი ვარ ხო, მაგრამ მე ისე მოხდა რომ ზღვის ქალი მოვიყვანე ცოლად და გადაგეძლია ხო? აი ეს რამდენი რამით გავარ? ყველაფრით. აი ყველა ბევრ რაღაცას შენ ახალგაზრდობას და ბავშვობას ამსგავსებ ჩემს საქციელს? კი, ყველა. ინტერესებს? ყველაფერს. ხო? ეგ მაგარია. გას დაგილოცავ. აი გასზე გილოცავ. აი აფიჩები დაგეცვალე. გას გილოცავ, გას. გას გილოცავ, გას მაგას ვაკეთებ. სიმღერები თებში გაბანეულან თებში ალებს დაგიგოცნი ჩემო თვალა ხატულა ჩემო ამ თოვლიანებ თებში სავადავერავა თურები ფრები ამ თოვლიანებ თებში როგორ მენადარები ამ თოვლიანებ თებში სავადავერავა თურები ამ თოვლიანებ თებში ერთადერთი რაღაცა, რაც ვერ მოვასწარე, არის განმარტოვება ბუნებაში, რაც ყველაზე მეტად მინდოდა და მინდა მჭირდება რა. გუშინ მედანინაც ხედზე გავედით და მე მივხვდით რა ის სიჩუმე როგორ მოგვინდა და აი უბრალოდ არაფრის კეთება რა. იცით როგორი ამაღელვებელი განცდა? აი კი არ ვაბუქებ ან ვამძიმებ. უბრალოდ აი ამ ხელა ბუნებას რო უყურებ, აცნობიერებ რა. აი სულ გგონია და ხა ძალიან ხშირად დავდივარ ბუნებაში, თქვენ კი იცით რა, ეხა ვინც ჩემი მუდმივი მეგობარია რა, მაყურებელი. სულ სადღაც ვარ, მაგრამ აი სულ წმუნდები რომ არაფერი არ ვიცი თურმე, არაფრის აზრზე არ ვარ და აი აქ კიდე სხვა ცოდნა შეიძლება დააგროვო რა ადამიანმა. სიბრძნე, რაღაცა სხვა ჭეშმარიტებებს მიაღწევ აქ რო გაატარო ალბათ 1-2 კვირა მაინც. სხვა ადამიანი ჩამოვალ, დარწმუნებული ვარ და წყალივით მჭირდება აქ დეტოქსი გარე სამყაროსგან. Tepsi gabane ula
ნახეთ სად ამოვედით. ცოტა წამეტი რა. აუ, იცი როგორი ემოცია? პირობად მომცა 1-3 წლის წინ რა. რა უცებოდ წაგიყვანა თუშეთში და ხევსურეთში. ჯაზე გადმოვდით, რა უნდა გადავიდე. და სვანეთში და ასასრულებელი დარჩა 2. ეხა ამას საშუალს როდის დაადგამს არ ვიცი, მაგრამ ეხა იმედია დაიჭირა ის ხიბლი ჩემთან ერთად წამოსვლის და იმედია შეძლებს რა. მართლა ძალიან ბევრს შრომობს და მესმის რომ არც ალია, მაგრამ დრო არ იცდის რა. რაღაც მომენტები არის ცხოვრებაში, რაც ურატო ვტირი. აბოლოდე, იო, მოხედავ ძმაო, მაგადან მიდის ნენდელა და უკან მუხრუს არანათებს. მოკლედ მამებო, იმის მინდა თუ გაქვთ იმის საშუალება რომ შვილებს აუსრულოთ სულები და ოცნებები. ამ და თუ შვილს ესე უნდა გთხოვთ დაიკიდეთ ყველაფერი და გაყევით. მაგაზე დიდ მოგონებას, თქვენზე დიდ მოგონებას შვილს ვერავინ ვერ აუსრულებს. ნახეთ თარბინის გზაბ. ეზოს შეხედე, აქ რა ხდება? ეს კაფეა? გამარჯობა, შეიძლება 1-2 სიტყვა რომ თქვენ ადგილობრივი ხართ ხო? რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობთ? მე გავიზარდე რაც 60 წელია. როგორი პირობებია საცხოვრებლად? აქა აქ თუ ინმე დასასვენებლად ამოდის, კარგია იმისთვისა და თუ ინმე მე ადრე ზამთარში ვრჩებოდი და ზამთარში აბა ძნელია თავისთავად ახლა აქ. უნდა დათიბო შეინახო საქონელი. ახლა პირობები რა თვითონ უნდა შეიქმნა ყველაფერი პირობებს ვინ შეგიქმნის. მაინტერესებს ესეთ გარემოში, როდესაც იღვიძებ, იძინებ და ცხოვრობ, როგორ შეიძლება და სულ გენატრებათ ხო ალბათ აქაურობა. აი ალვანში რო ვარ, თებისკენ მეხედვინება რომ როდის მოვა გაზაფხული რო ამოიდი. სიმარტოვე ჯობია რომ არავინ ეროს არ მოგიშლის. თავისთვის ახარ ბუნებაში ხარ, ხან დათვი გამოჩინება ხან ჯიხი ხარ რაღაცა და იმებით ერთობა კაცი. საქონელი ყავს, ძაღლი, კატები და დათვი მართლა დაგინახავთ აი აქ დასახლებაში. და დიაგა ზოღამი. მართლა ვაი. რა მაგარია. ყველაზე მისტიური რა აქვს თუშეთს, რომ ითხრათ? თუშეთს აი ბუნება მაგალითად ეგეთი ბუნება არსად არ არის. მთელი ჩრდილო კავკასია შემოვლილი მაქვს და აი საქართველოს მთიანეთი და ეგეთი ბუნება არსად არ არის. და მისტიური კიდე ისტორიულად ძალიან ძველი მხარე არის. ოღონდ გამოუკვლეველი და აი ერთადერთი მხარეა მთელ საქართველოში რომ აი საზღვრები არ არის შერყეული. აი თუშეთის, აი საქართველოს საზღვრები
აი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა ეგეთ რაღაცას თუშეთიო საქართველოს გალავანი ჩრდილოეთის მხრიდანო ჯერ არ ახსოვს რომ აი თუშეთის მხრიდან საქართველოს ბარში მტერ ჩაეღწიოს აქ თავისი ის კონდა ჩვენ წინაპრებს ტრადიციები თავისი ხელისუფლება ჰყავდა აქ მეფის ხელისუფლება მაგალითად არ ვრცელდებოდა არანაირად არც ერთი მეფის მონარქების მაგალითად თავისი კანონები ჰქონდა თავისი სასამართლო ჰქონდა და ერთადერთი თუშის ვალდებულება ეგ იყო რომ აი რო დაუძახებდნენ ომში იქ უნდა წასულიყო და თან კიდევ აქეთ პირობას უყენებდნენ რომ თუ წინა რიგში დაგვაყენებთ ჩამოვალთ თუ არა და არ ჩამოვდივართო ეგეთი ტრადიცია ჰქონდა აი თუშებმა წერილი მისწერეს ეგეთი წერილი წაკითხული მაქვს ბიძინა ჩოლოყაშვილს კახეთის თავად ახმეტაში რომ ჩვენ ვაპირებთ დავეცეთ ბახტრიონს და თუ ხელს არ შეგვიშლით ხელს არ შეგვიწყობთ ხელი არ შეგვიშალოთ თორემ ჩვენ ცხოვრობთ მაგარსა ალაქსა ჩვენ აქ სპარსი ვერას დავაკლებს და თქვენ კი სამუდამოდ ცირცხლი ნაჭამი დარჩებით აი ბახტრიონის განყება ეგრე წარმოიშვა აქედან ძალიან სასიამოვნოა თქვენი მოსმენა და თან გეტყობათ ინფორმაციითაც და ისტორიულადაც რამდენად გიყვართ და აფასებთ თუშეთს. ია, ეგრეა. ქვეყანა თუ არ გიყვარდა, სხვის ქვეყნის ისტორია იციან თავისა არა. ხო, ძალიან ბევრი რამე არ ვიცი, მაგალითად მე თუშეთსა და აი სასამართლო მაგალითად, აი 12 ნაფითი მსაჯული, სად იყო ევროპა, ამერიკა ეხლა უყურე ახალ წესებში. აი ის ქვებზე არის საუბარი. 12 ნაფითი მსაჯული სასამართლო საუკუნეების წინანდელი. აი მან წყდებოდა სასამართლო და აიგეთი ჰუმანური იყო რომ სიკვდილი დაეჯა თუშეთში არ შეიძლებოდა. აი როგორც გინდა მტყუანი ყოფილიყო, უნდა მოკვეთილიყო თემიდან და იმის მერე მომავალ შთამომავლობას ჰქონდა უფლება რომ მოიკვეთავდნენ, მოსულიყვნენ და შერიგება ეთხოვა და იმათაც კი ირიგებდნენ, რომ ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ. აი მე-18 საუკუნის ბოლოს ერეკლე მეფის ხანაშია ერთ-ერთი სასამართლო გამართული და ისტორია ეგრე წერს ბოლო სასამართლო მიჰყავს თუშის სახალხო გმირის დევდრის ანთას სიბრძნითა და გონიერებით გამორჩეულ ასულსო ქალს ხო თუშეთი ძალიან გამოუკლეველია ძალიან ძველია აი მაგალითად შენ წარმოვიდგინე არტავაზ მეფის დროს მცხეთაში რო იყო თუშის სახლთუხუცესი პირველი კაცი ჰყავდა აი მცხეთის სახლთუხუცესი იყო თუში ქუჯი აქ ბალახეული საფარია იგეთი რომ სადაც გინდა ყველი გააკეთო როგორც გინდა ის იყო აი ხელოსანი ყველისა ვერ გამოვა ყველგან ამყოფი ვარ და თუშური ყველი და თუშური გუდის ყველის გემოსულს ხო არის მე ვარ იდოიძე ბესო ეს დართლო ძირითადად იდოიძეების დასახლება ეს კოშკები და ეგენი სულ ძველი დართლო ადრე ალექსანდრე დიუმას ჩანახატები მინახია სულ ერთნაირად არის შეკრული ეს სახლები და ესენი ბოლო-ბოლოს არის აი ტრიანობა და ეგრო აღარ იყო თორე სულ ერთნაირი ციხე კოშკია გარშემო გალავნებით შემორტყმული ადრეული ძველი დართლო და აი კოშკებზე ავაშენე დასაცავად შვილთა და შვილიშვილთა წელს მე იდოზე მეგეთი წარწერებიც კი არის და პირველი ისენი ჩვენა ვართ აქ მოსულები ამ დართლოში და დამაარსებლები ჩვენი გვარი იდოიძეები გამრავლოთ ხო დიდხანს თქვენი გვარმა უნდა შემოუნახოს საქართველოს ეს გაიხარ დიდი მადლობა ნახავთ დიდი მადლობა რა გახსნილია საიდან არის ჩამოვარდა? აქედან თუ ვაფშე რატო უნდა იარონ ხილად? აუცილებლად. ხილად და ფხიზლება. არ შეიძლება დალება რა.
ეხლა ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ ნაწილმა რომ ავიდეთ ზემოთ ფარსმანში, ხო ეგრე ქვია მამა? ფარსმაში, სადაც რომელიც არის დაუსახლებელი არა, ნასახლარი და ძალიან მისტიურია ყველა ამბობს, ამიტომ რა თქმა უნდა გადავწყვიტეთ რომ გაჩვენოთ. იმიტომ რომ შიგნითაც განახებთ როგორი სახლები იყო თავდაპირველად. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ექსტერიერი ყველა სახლის და ზოგადად ყველა სახლი არის ერთნაირი. აი ხა ის ხის კოტეჯი, მე არ ვიცი რა სამსახურება, სიმართლე გითხრათ რა. ზოგადად ხის კოტეჯები მე ძალიან მაგრამ მომწონს და მინდა კიდეც რომ მქონდეს სადმე, მაგრამ რაღაცნაირად სახარი, ქაური ქუდი მოირგე, მე მგონი და ძალიან უხდება ამ სიტუაციას. აქ ერთი ადგილობრივი ვნახეთ, რაც ძალიან ისეთი იყო. თან ცოტა დამასევდიანა. ამაგრებს რა მამა პაპისეულ სახლს. და ყოველ ზაფხულს ჩამოდის ეტყობა 1-2 თვით. მერე უკვე შეუძლებელი ხდება აქ ცხოვრება ალბათ. აი ეს წარწერები არის ძალიან საინტერესო. ცაძიკიძე შოთა აშაძე, ტარიელ აშაძე. ხალხო, ენერგეტიკულად მძიმეა რა ცოტა. აქ ყოფნა. აღარ ცუდი გაგებით არ ვამბობ რა. აი რომ წარმოიდგენ რომ აქ სიცოცხლე ჩქეფდა და იქ ბავშვი იქიდან აქ გადმოირბენდა და მეზობელთან გადადიოდა ვიღაცა ქალი რაღაცა არჩევდნენ ამბებს, ვიღაცა საქონელს ეძებს, აი მთელი ამბავი რომ ჩქეფდა სიცოცხლე და თან შანსი არ არის უბოროტო ხალხი იქნებოდა აქ მაცხოვრებელი. თუმცა არა ხმა არის მის. წარმოიდგინეთ. ფეჩები ყველგან იყო, ერთგან შევიპარე და ფეჩები იყო, ესე იგი ხე და ქვა, ეს ორი მასალა აქვს. მომენტ აი ღეს ქვები. აუ ძალიან წარია, მეც დამსუსხა შარვლის შიგნიდან დაჟე. აი ეს ქვა, აიღე და აშენე ეგეთივე რა. რას მაიმუნობენ ვერ გავიგებ ხეებით და კიდევ რაღაცა კოტეჯებით და რაღაცები. იქაც მიტოვებული სახლები გრძელდება. ამ სახლის შესასვლელს მივაგენით. დამსუსხა. აუ. აკაური, სულ აკაურების ფარსმა. რანაირი სახლი. ბოქლომით არის ხო დაკეტილი? კი. მანდ ვერ შევიპარებით. არა და როგორ მაინტერესებს. ყველას ნახე ლექსები აქვთ, ვედრება. ბევრი ვიარე აღმა დაღმა. მხედრებული მოვწყდი ალახს. იცი რა, მაინც უმეტესობა სახლების არის ბოქლომით ჩაკეტილი, რაც იმის იმედს გაძლევს ადამიანს, რომ ცხოვრება აქ გაგრძელდება რა.
სადმე არ გინდა შეპარვა? კი, წამოშევდა. აქ როგორ შევიდე გადაკეტილია? ვაიმე. ძალიან წარია. ყარია. კი, აი. მოიცა ამოვიდე. და აი აქ წარმოგიდგენთ დილით გავიღვიძე და გამოხვედი და ყავას სვამ და ვუყურებ აი ამას. ეს ხო აი ნორმალური ფსიქიკის როგორ უნდა იყო ვერ ვხვდები, ანუ უჭვილი გააფრენ, ოღონდ კაი გაგებით. რატო არ არის ცოცხალი ხა აქაურავო? და მე მაგაზე მწყდება გული, რამეთი არა. ამოდით ხალხო, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ და თქვენი მამა-პაპისეული სახლი გამოვიარე, იცოდეთ რომ გიждდები ისე მომწონს და სტუმრად დამპატიჟეთ, ამოდით და ერთად გავატაროთ აქ ერთი კვირა მაინც. ჩემზე ბედნიერი ადამიანი აქ არ იარსებებს, აქ რომ ერთი კვირა გავატარო რა. არა. აი ამ სადაბრაუზე ვინც განიშნავს. მე თან მოიხსენე გადასწრებას. იტყვი არის? უჯას ცხოვრია, ცხოვრობს. დარჩენილი. ვექნახეთ. ასულების უნდა იყოს ცოცხლების გაგრძელება იყოს, ჯანმრთელობა იყოს. არა. მე ზოგადად დინარის წყალსაც ვცვალ ხოლმე და მაგაზე მეჩხუბებიან. ძიმე წყალია, ჭინჭის წყალივით გემოაქვს რა. ცოტა მარილიანი. მამა! სადიშოა? აგერ კიდია. ავა, წყლის ძალა მოგწეს. სასრიალოს გაიკეთებ აქ ფილაზე. კაი წყალია? წყალია ნახე. ეს როგორი ეს ფინდი გაკამავებულია. არა, ეგ დაბერებული. ეგ გაიგულია ჩუქეთი. საღამო დასუსრულს უახლოვდება, ძალიან ბევრი სანახაობა იყო. მაგისთვის ვალობ, რომ დასასრულს უახლოვდება. მეორე სერიის სპონსორია ბატონი დათუნია ვერულავა. სპონსორი არა ვარ. მე ვარ შემოქმედი. და რაც გთავაზობთ დღეს აიქით კეთდება ოსტრი, მეორე კაბაბი, ტრადიციული ქართული და მესამე უკვე ვერულავას განთქმული შემწვარი კარტოფილი. ეს კაბაბის ხორცი გატყიპე? ჯერ არ გამიტყებია, იმიტომ რომ გაყინული ეს დედაცაღლი და ვერ ვალღობ 1 საათია ვეჭიდავები და გაგიცალიან და კარტოფილი ბევრი იქნება. ამ დილას რო გავიხედე და ნანკასტებს ჭამდნენ, სუხელებში ურტყი, რომ ამ საღამოს ნანკამ რა უნდა ჭამოს მეთქი და გააცალეთ მაინც ერთი. დარჩა ბავშვი მშიერი. გამლახე. კარტოფილი მექნება. გექნება. რა პრობლემა? ძალიან მაგარი კარტოფილი გექნება. ატვი ჩაივა. ხო დაეგარი. პასუხს ვაგებ უკვე. ასე რომ აი ბეჟიაშვილის ბიჭები როგორ ერთობიან? ესე იგი ჭიქა არ გაუგდიათ ხელიდან. ჭიქაზე გამახსენე, ჩვენი პინანუახი სად არის? აი მართლაც რომ. ლუკა, მოდი აქ ერთი წამი. შენ რა როგორ ფიქრობ? მე კაი იუთუბერი ვარ. კი, რა შეხედე, კი, ხარისხიანი დგას. რა შეხედე რა, რასაც უყურებ. აბა არც ერთი ვიდეო არ მაქვს გამაზულიო, ვინ იძახდა დღეს დილით? მე რა გინდა? ყველას შეხედა ბავშვმა. რასაც შეხედა ყველას. რაც ყველას შეხედა, კარგი გოგოა ახლა. ძალიან კაი ბიჭია, просто მაბულინგებს. ყובה. მაგრამ მაბულინგებს. მოიცადე ეს და მე აქ არ ჩავიხედოთ.
ახე. სულზე ვხვდები რომ ძალიან კაია. მოგეწონა თუშეთი? ძალიან. თუშეთი არის სასწაული, ანუ აქ უნდა მოხვიდე და დატკბე სიმშვიდით, სიწყნარით და ცხოვრებით. ანუ სხვა დროს უნდა მოვიდეთ უკვე ცალ-ცალ კერთმანეთისგან შორს, იმიტომ რომ სიმშვიდე არ არის აქ არსად. ისე თქვი, გზებით ცოტა ხო ოდნა უფრო აბუქებდნენ და გვაშინებდნენ. საზოგადოება ვინც ნამყოფი იყო. არანაირად რთული გზა არ არის ნამდვილად გაბუქებული და თუმცა ამბობენ რომ წელს ყველაზე კაი გზაა, რაც კი ოდესმე ყოფილა. ჩვენ ყავს ორი ესეთი ოფროუდერი, საბურავები რო ებხანებათ ხოლმე სულ. მამუკა და გურო? მამუკა კი გაერთო დღეს მდინარეში იბოდიალა. ხო და გურო მე მგონი ვერ გაერთო, გურო ვერ გაერთო და ლაშამ ვერ ჩართო ბლოკები. ან ტყუილა დააყენა ხვდები. წინა და უკანა 100%-იანი ბლოკირებები ბიჭს დარჩა გვერდზე ამ გასვლაზე. პროფილაქტიკაში ამდენი ხანი რო ყავდა, მაგის გამო ყავდა? ხო, რო ვერ ჩაერთო დღეს და გუშინდა ხვალ. აი, მოვიდა, ბეჟო მოვიდა. წამოვა. რაშუები რა ვახარო? არა მეშავს თავად. მე როგორ დააყენა ხმა ნახე? და ორნი ხარ? უნდა ვთქვა რომ ძალიან მაგარია თუშეთი. პერეკოს როგორ მოგეწონა აი ის აი იქ. საათ? თავი რო დალიფტული ვრანგლერი რო გეგონა და რო გაგახსენდა რომ წამიღო? სტოკსეიჯეკი. მაგარი ზანოსები იყო. ხომ ასწავლით მას მაგასაც? აუცილებლად გასწავლით. მანქანაში როგორი ზანოსები იყო უნდა გენახათ წივილ-კივილი. ეს მინდა გაგახსენოთ რომ არის ჩემი პერსონალური მწვრთნელი ოფროუდში ეს მამაკაცი ბატონი ბეჟო და წინ ძალიან დიდი გეგმებია. ძალიან შედეგიანი მოწაფეა ნანკა მინდა ვთქვა. აი მე ვეროლავას დაბოღმილი სახე ახლა რო არ გადავიღოთ. შეტრიალდი. მე სადიღო? შეტრიალდი. შევტრიალდი. ის სახე კიდე გაგვიკეთე გეხვეწები წეღანა. თქვენ ოფზე არ წამოხვედით იმიტომ რომ პიკინ როჟუ. თქვენ არ წამოხვედით იმიტომ რომ თუ შეთავენ მანქანები არ უნდა გავაფუჭოთო და ეგ იყო ძალიან სწორი. რომელი მანქანა არ უნდა გამიფუჭებინა, ჩემო კარგო, უკვე დედა კონდა მოწყული ჩემ მანქანას და რომელი მანქანა უკვე ამოყირავებული იყო მაგალითად. უკვე ამოყირავებული ვიყავი და რომელი მანქანა არ უნდა გამიფუჭებინა, ვიტყარი? ერთი მყავს, მეტი არა. არა, ნინა მოსვას ჯერ. ნინასაც მოვასმე. ვიცი, არ მინდა ბეჟო. ერთი. ნინა მოსვას ჯერ აიყო, ეს ვიპარება რომ მოწამულია. მაწუწებს. შეხედე როგორ ფოტოს. ბეჟო, ეგ ეგრე არ უნდა გექნა. ეხა ხوارგონია ვისკი ან კონიაკი დალია, ჭაჭა და კოკა-კოლა. მოდი. აუ მაგას ვერ დავლევ რა, ვერ დავლევ ვერაფერს. ხო და ამ წიქით გოგუებს გაუმარჯოს და რა გაგაჟილა ჩვენიერი? რა მინდა იცი თქვა? მე ძალიან არ ველოდი. ნანკა ეხლა ნინასი არავის არაფერი გვიკვირს, ძირძველი ოფროუდერია და წითელთმიანი გოგო ოფროუდერი, ოფროუდ სამყაროში ცნობილია უკვე, ხო რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა თქვა ნანკაზე ორი სიტყვა, რომელიც აი ძალიან წარმატებული დამწყები ოფროუდერია რა. ამომავალი ვარსკვლავია ოფროუდ. ამომავალი ვარსკვლავი უდაოდ და აი ყველაფერს ისე ითვისებს და რაც ყველაზე მთავარია, შიში არ აქვს. შიში. აი რაღაც სირთულების გადალახვის შიში არ აქვს. თავით მიდის იმას ტალახში. მანქანა მიყავს თავით ასკუპებს ტალახში პირდაპირ. ეხლა შენ მანქანას რო ავაწყოთ, მე ვიქნები ხოლმე უკვე შენ მანქანაში штурმანი და პერიოდულად მინდა რომ მოარჯულოთ როგორც ცხენი მანქანა ისეთი აწყობილი იქნება, არაფერი მოსარჯულებელი მაგას არ ექნება და თქვენ ხვდებით რა სპოილერია? რაღაცა რა გველოდება? 1-ო და გამოიწვია. წინ. დავიდა 1, 2, 3. ხო რა, სახეზე ვატყო მაყოფილობას, ვიწყობ მეორე განყოფილობას. ესენ ძალიან კარგად არიან აჭმები, ნასმები და ეხლა ნახე რომ შეუბერავ იქიდან. მაგრამ მოვედი. ხალხო. აი მე ესე რომ. უკაცრავად. სკილების დატოვა. ეხა აუხსნათ რატო ვზივართ ესე რა. ეს არის დამკვირვებლების ეგ აუხსნათ რა. მე დაიცოდეს ბატონამ თქო. ეს აი დამკვირვებლების. ეს
არა, ზუსტად მითხარიბად. რატომ საზამთრო დაგვიჭრა? ზანდრო. მე პირველ ჩო. არ გინდა აკეთი ყურე გავა. პაუზით ვის გოუგის რა ჩემ დაიგო. პაუზით ჩემ ხარ. ირა ჟორს ნახვები თუ აი. რა გაიყო. იმეს ვიდექი საზაფრო. აიქნება შენს მახლობლად მეც ვიყო. აქ მიზის რაშა. გადარგული ხევიყო. შენს მახლობლად მეც ვიყო. შენს ეზოში გადარგული და ეხლა გამოხული რა. ჩაფიქრებული რატო ჭავსაზამ საზამ კონსულტაცია რა აუ შეგაკეთე არა ეხლა აი მე ამაგარია. მაგარი გაცნაი. მაგარი ისტორია გამაზეთ. ვერო. გამეორე მაგარი. ამაწონდა და ღვინო და მალევინა. ერთის გამომხედა სულიც და მალევინა. განამართლა ღვინო მიყვარს მერი აგონება. გოგოვეთი მაგოცნინე და მამა შენი სხონება. შენი გაღიმება ჩემი სიხარულია. ყოფილა გურია. მოკლედ ჩვენი ეს არის ჩვენი საბოლოო საუზმე თუშეთში და მივდივართ მერე თბილისისკენ. მინდა რომ შეგახედოთ როგორ იხვევა თუშური ხინკალი. აბა ჩუმად შევიხედო. აი ორი წამით შეიძლება რომ შემოვიხედოთ ხინკლის კეთების პროცესში. აი შემოიხედა. შეხედე. ძალიან გემრიელია ყველის ხინკალი. ყველის და კარტოფილის სასწაულია. ესე იგი ესენი უკვე დაბრტყელებულებია? აი. არიცი არ მოგხვევია? კი, ცოტა კი. ნინო ერთი ჭიდე რა, ჩუდები დიდი. ენერგი სტუდიაში. აბა მედი. იცის. სარიელი ისინი მოხმენდონია. უჭირე გოგო. ხო, არ მოვუჭირე, ხედავ. გუგი მინდა და ხო ეგ არის. მე ჩემმა ლიამ მასწავლა დიდგორში მთიულური ხინკლის შეხვევა. ეხა ხო, ეს მოჭირე. მაგრამ ესე კი არა, მომისმინე, ამას თუ დაიგე ხელზე, აი ამას თუ დაიგე, აი ეს თანატრიანი თან ის და გამოკეთება ეს. შეხედე რა ფორმის გავაკეთე. ძალიან მაგარია. მე ცოტა ქალაქურით გამომივიდა. შენ ორსართულიანი ხინკალი იცი როგორ კეთდება? თქვენ იცით ორსართულიანი ხინკალი? არც გიდან გასწავლოთ? აბა, ხლა უყურე. ხო, მის. აბა, მე რეგერეთ და ცოტა. ესე ხო არის. ეს ხო გაკეთდა. ой, да. Молодец. ხედავ, შევიდეთ. ბევრი არა არ გამისკრეს. თავი არ მემეჭრას.
აუ ნინა ძალიან მაგარი ხარ. აი ორ სართულიანი ხინკალი. ძალიან ის არის. გემრიელი კარტოფილის ხინკალი, კარტოფილის და ყველის. ძალიან გემრიელია. ფეხორცია სარჭა. ნან კარჭამ შოჭამ. მე ცოტა სასწაული რა. აბა ხა. აუ თუ გავხილიანდი. თუმცა სულ მოვახცია. სვანური საფუძვლა. აბა მეგობრებო, ხინკალზე გვინდა კომენტარი, როგორია? გადასარევი ხინკალია, ვერ ხედავ მოაკვდა აღარ. მოაკვდა აღარ. ძალიან გემრიელი. უშალადე სარისვანულად გაუმარჯოს ბიჭებს. არა. თუ ჯუღამო. აბა მოვედი. ო, შენ გაიხარე. მე რა გაგვიხარდება ამილი და ხინკალიიტო, მაშინ უნდა გადაგიხო. აბა როგორი ხინკალი იყო? ახლა მოგიყვეს მილეს, ხება მაგა. ერთი ცალია დარჩენილი. ეს როარ გაიმასაკა. ხარმა როარ წაიღოს. როგორი ტური იყო? შევაფასოთ. ბატონო დავით. რაც მახსოვს კაი. რაც მახსოვს. მეგობრებო, ეს ის იყო ჩვენი თუშეთი. ძალიან დიდი მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ და აგვიტანეთ. საოცარი მოგზაურობა გამოგვივიდა აი ამ საოცარ ხალხს ერთად და ვართ არ ვიცი 100-დან 100 კი არა 100-დან 200-ით გვაყოფილები მე მგონი ყველანი. გირჩევთ რომ ყველამ გამოცადოთ ეს ბედნიერება და მთების სიყვარული კიდე სხვა ხარისხამდე მიაღწევს აქ როცა ჩამოხვალთ და გზებზე თქვი რამე ორი სიტყვით, იმიტომ რომ მამა არის მაინც და ეჭვის თვალით უყურებდა ამ გზას ძალიან და მარტოს არ მიშვებდა და აბა მოყვა. მარტო მაინც ჯობია მარტო არ წამოხვიდეთ. მაგრამ გზა ბევრად უკეთესია ვიდრე შორიდან ჩანს. რეალურად არც ისეთ საშში. უნდა ვიყოთ ხიზლად, ფრთხილად და თუ მარტო არ იქნებით, კოლონეთო იქნება კიდე უკეთესი. ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ ყურადღებით უნდა იმოძრაო, ფრთხილად უნდა იყო. სხვა სილამაზეები და კარგი ამბები არ გაიო გზაში. ხო, ალკოჰოლის გარეშე უნდა გადაიარო ესუხელტეხილი მაინც. იქით ცოტა შეიძლება. გთხოვთ გამოგვიწეროთ, ეს იქნება ჩვენი ახალი კონტენტი, რომელსაც ერქმევა გახსენებთ 24/7-ზე ერთად, ეს ჩვენი კლუბის ვიდეოები იქნება. ძალიან დიდი მადლობა ნინას, რომ შემომიერთდა და რაღაცა ძალიან დიდს ვიწყებთ ერთად ამ კონტენტის სახით. გამოგვიწერეთ გემშვიდობებით და ეხლა განახებთ კიდე პატარა ლამაზ კადრებს სად გავართ ამ წუთას. ნახვამდის, გვიყვარხართ.